მოგესალმებით, მე გახლავართ თამთაშვალგერაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი და დღევანდელი live chat-ის გამომბაში ვისაუბრებთ ეროვნულ ბანკთან არსებული დავების კომისიისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ჩვენი სტუმარი იქნება დავების განხილველი კომისიის მხარდამჭერის განყოფილების უფროსი დავით სუხბაია. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე live შეხვედრები ხორციელდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირაულის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად 10-15 მარტის ფარგლებში აღნიშნავს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ თარიღს უერთდება ფინეთის გუნდიც, შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში შემოგთავაზებთ არაერთ შემოცნებით აქტივობას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში. ჩემი რეკომენდაციაც იქნება, რომ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა და მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიიღოთ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. ტექნიკურ ნაწილსაც გაგიზიარებთ, აქვე მიმდინარეობს ლაივის ჩაწერაც, შესაბამისად იმ მსმენელს, რომელსაც არ შეგიძლიათ რომ თქვათ გარკვეულწილად ბოლომდე დარჩეთ ლაივის გამომბაში, შეგიძლიათ რომ აღნიშნული ვიდეოს ჩანაწერი ფინეთის გვერდზე იხილოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, მთელი ლაივის გამომბაში მაყურებელს გაქვთ საშუალება, რომ კითხვები დაუსვათ ჩვენს სპიკერს ჩვენი ლაივის კომენტარების ველში, რომელსაც აუცილებლად გავაჟღერებ მას შემდგომ, რაც ჩვენი მომხსენებელი თავის პრეზენტაციას გაგვიზიარებს. პრინციპში უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ ჩვენს მომხსენებელზე, რომელიც ისაუბრებს უფრო დეტალურად დავების კომისიის შესახებ, თუ რა საქმიანობს, როდის შეუძლია მომხმარებლის მიმართოს მას და ასევე გაგვიზიარებს რამდენიმე ფინანსურ რჩევას, რომელიც გამოგვადგება ჩვენ როგორც მომხმარებელს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებებისთვის. დავით, მოგესალმებით, მადლობა დროის დათმობისთვის და შეგიძლიათ რომ თქვენი პრეზენტაცია გაგვიზიარებთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს თემატიკას, დღეს საუბარი გვექნება საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განხილველ კომისიაზე, რაც წარმოადგენს დავების განხილველი კომისია, რა არის მისი საქმიანობის სფერო, მანდატი, რა პროცედურები არის გათვალისწინებული, არსებობს თუ არა დასაშვებობის ასე ვთქვათ კრიტერიუმები, რაიმე წინასწარ შესასრულებელი პროცედურა არის თუ არა განსაზღვრული და ასე შემდგომ და ასევე როგორც ახსენეთ, გვექნება რამდენიმე ასე ვთქვათ რჩევა მომხმარებლისთვის, როგორ უნდა დაიცვას თავი ფინანსური თაღლითობისგან, იქნება ეს საბანკო მონაცემების უკეთესად დაცვა თუ ასე შემდგომ. ვიდრე პრეზენტაციას გავაზიარებ, ძალიან მოკლედ გავაზიარებ, ასე ვთქვათ, გეტყვით ძირითად ინფორმაციას კომისიის შესახებ. კომისია შეიქმნა 2023 წლის ბოლოს, დეკემბრიდან ამოქმედდა, პრინციპში ერთ წელზე ოდნავ მეტია კომისია საქმიანობს. მისი შექმნა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებიდან, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა უფრო მეტად გაძლიერებულიყო და ასევე ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებიდანაც, სადაც განსაზღვრულია ასეთი ტიპის დავების განხილველი კომისიის არსებობა ფინანსურ კონკრეტულად საგადასტურებო მომსახურებების სფეროში. თავის მხრივ, ასე ვთქვათ, კომისია თავისი საქმიანობით, მისი საქმიანობა და ფუნქცია უკავშირდება და მიზნად ისახავს გრძელვადიანად მომხმარებლის ნდობის მეტად გამყარებას ელექტრონული გადახდების მიმართ და მათი, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულობის ზრდას. აქვე გავაზიარებ პრეზენტაციას, თამთა თუ განდასტურებთ, რომ გავაზიარებულია. უკვე შევდგები უშუალოდ პრეზენტაციას. დავით, ბოდიში ჯერჯერობით არ არის გაზიარებული ჩატი. გაზიარებულია, მადლობა. გაზიარებული, კი ბატონო. მაშინ შეგვიძლია შევდგეთ ძალიან ზოგადად დამოკლედ გეტყვით შინაარსს, რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია რა თემებს დავფარავთ. წინასწარ გავაკეთებ პატარა დათქმას, რომ პრეზენტაცია შესაძლოა გარკვეულწილად ხანგრძლივი იყოს, თუმცა ყველა საკითხს დეტალურად არ დავფარავ, მაგრამ ჩვენი მაყურებლისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს, რათა ასე ვთქვათ, ნახოს ის დამატებითი საკითხები, რომელიც კომისიის საქმიანობას უკავშირდება და შეიძლება თუ კი ეს საკითხი არ დავფარე, ან სიხმისილად არ დავფარე პრეზენტაციისას, დასვას შეკითხვა მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.
გვაქვს ასე ვთქვათ 4 ნაწილი. პირველი შეეხება საგადახდო მომსახურების სფეროს და მის მონაწილეობს. ეს არის ძალიან ზოგადი შესავალი იმისთვის, რომ ჩვენმა მაყურებელმა მარტივად აღიქვას, რა სფეროსთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს კომისია. ეს კომისია არ განიხილავს არა მთელი ფინანსური მომსახურებების სფეროსთან დაკავშირებულ დავებს, არამედ გარკვეული, ასე ვთქვათ, ჭრილი არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. პროვაიდერთან საჩივრის მიმართვა როგორც წინაპირობა იმისთვის, რომ კომისიაში მივიდეს მომხმარებელი და წარადგინოს თავისი საჩივარი, განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელიც უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი არის უშუალოდ პროვაიდერისთვის, რომელიც შეიძლება იყოს კომერციული ბანკი და ასე შემდგომ მიმართვა, რათა ბანკმა შესაძლოა ამ ეტაპზევე დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა და საჭირო აღარ გახდეს დავის წარმართვა უშუალოდ კომისიაში. შემდგომ გადავალთ უშუალოდ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განხილულ კომისიაზე. რა არის მისი მიზანი, ქვემდებარე საკითხები, წარმოებაში მიღება როგორ ხდება განხილვა, რა ვადებთან არის დაკავშირებული, რა თანხასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს და მათ შორის შესაძლებელია თუ არა კომისიის გადაწყვეტილების სამართლოში გასაჩივრება. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს იქნება კომისიის დავების განხილვის პროცესიდან გამომდინარე და საერთაშორისო გავრცელებული პრაქტიკიდან გამომდინარე რჩევები მომხმარებლისთვის, როგორ დაიცვას თავისი ფინანსური ინფორმაცია, სენსიტიური ინფორმაცია თაღლითებისგან, რათა დაცული იყოს თვითონ და მისი თანხა სხვადასხვა ანგარიშებზე. დავიწყოთ პირველი ნაწილით, მომსახურებების სფერო და მისი მონაწილეები. ძალიან მარტივი აღქმისთვის, საგადახდო მომსახურება, ასე ვთქვათ, უკავშირდება საგადახდო მომსახურებებს, რომლებიც არის შემდეგები, ეს არის თანხის განახდება, თანხის გატანა ანგარიშიდან, გადარიცხვის ოპერაციების შესრულება და თანხის განთავსების ჩარიცხვის ოპერაცია. ესე იგი, ყველა ნებისმიერი მომსახურება, რომელიც უკავშირდება ამ სამ ქმედებას, წარმოადგენს საგადახდო მომსახურებას. ძალიან ასე ვთქვათ, ზოგადად და დიდ სურათში ჩანს ამ ტერმინებით რა არის ზოგადად ეს მომსახურება და რა არის შესაბამისად სფერო. რაც შეეხება უშუალოდ მაგალითებს, ეს არის მაგალითად ATM ბანკომატთან მომხმარებლის მიერ თანხის განახდება სურსათის მაღაზიაში, შესაძლოა სხვადასხვა ნებისმიერ მაღაზიაში მომხმარებლის მიერ ბარათით თანხის გადახდა, ფულად იგზავნილები მობაილ ბანკიდან, ინტერნეტ ბანკიდან გადახდები, შეიძლება ეს Google Pay, Apple Pay-სთან იყოს დაკავშირებული მიმური ბარათით გადახდებთან და ასევე ელკომერციასთან, როდესაც ჩვენ ინტერნეტის საშუალებით, ეგრეთ წოდებულ ონლაინ შევიცენთ ნივთებს ან გამოვიწერთ ამ საკითხთან დაკავშირებულ დავებსაც განიხილავს. თუ კი მომხმარებელი უკმაყოფილოა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ამაზეც გვექნება შემდეგ სლაიდებში. აქედან გამომდინარე, ვინ არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. რაკი ჩვენ ვსაუბრობთ დავაზე, ორ მხარეს შორის დავაზე, გვჭირდება დაიდენტიფიციროთ მხარეები, პირველი არის თავად მომხმარებელი, რა თქმა უნდა, და მეორე პროვაიდერი. ასე ვთქვათ, მომხმარებელს აქვს გარკვეული პრეტენზია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მომსახურებასთან დაკავშირებით. რა ტიპის დავები შეიძლება წარმოიშვას სწორედ ეს სფერო განაპირობებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ზოგადად არიან ასე ვთქვათ იურიდიული პირები, რომლებიც ლიცენზირდებიან და რეგისტრირდებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ასეთები არიან კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მიკრობანკი, ციფრული ბანკი და სხვა რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, მას აქვს ასე ვთქვათ საგადახდო მომსახურების შეზღუდულად განხორციელების უფლებამოსილება და მისი ჭრილი, ასე ვთქვათ, დატვირთვა შედარებით ნაკლებია ამ დავებთან დაკავშირებით. და ვინ არის საგადახდო მომსახურების მომხმარებელი? ნებისმიერი პირი, იქნება ეს ფიზიკური პირი, იურიდიული თუ სხვა, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან და მიმღები. შესაძლებელია მომხმარებელი იხდიდეს თანხას, რიცხავდეს ან ბარათს იყენებდეს ნებისმიერ მაღაზიაში ან ონლაინ, ან მეორე მხარე იყოს, როგორც მიმღები, შესაძლოა იყოს უშუალოდ მაღაზია, რომელმაც მომხმარებლის გადახდილი თანხა უნდა მიიღოს, ან ჩვენი მეგობარი, ვისაც თანხა გადაურიცხეთ ინტერნეტ ბანკის საშუალებით, ნებისმიერი პირი, რომელიც ან თანხის მიმღებია, ან გადამხდელი. თუმცა შესაძლებელია ერთდროულად ერთი და იგივე მომხმარებელი იყოს გადამხდელიც და მიმღებით, თუ ასე ვთქვათ, საკუთარ თავს უგზავნის თანხას ან საკუთარ ანგარიშზე რიცხავს თანხას.
აქედან გამომდინარე, გვყავს ნებისმიერი ფიზიკური პირი, მიუხედავად მოქალაქეობისა, მთავარია საქართველოში ლიცენზირებული ან რეგისტრირებული პროვაიდერის მომხმარებელი იყოს, ნებისმიერი იურიდიული პირის სტატუსის არ მქონე ნებისმიერი ორგანიზაციული წარმონაქმნი, ადმინისტრაციული ორგანოები და ასე შემდგომ. რაც შეეხება, როგორც ახსენეთ, წინაპირობა არსებობს კომისიაში მიმართვისთვის, ეს არის უშუალოდ პროვაიდერთან საჩივრით მიმართვა, პროვაიდერთან პრეტენზიის დაფიქსირება. საქართველოს კანონმდებლობით, საგადახდო სისტემის და საგადახდო მსახურების შესახებ კანონმდებლობით პროვაიდერებს, საგადახდო მსახურების პროვაიდერებს აქვთ ვალდებულება ჰქონდეთ საჩივრის განხილვის შიდა მექანიზმი. ესე იგი, გარკვეული პროცედურები, რომლის საშუალებითაც პროვაიდერები მიიღებენ მომხმარებლის საჩივრებს, შემდგომ განიხილავენ მათ და გარკვეულ ვადაში დაუბრუნდებიან მომხმარებლებს შესაბამისი პასუხით. იქნება ეს დადებითი, ასე ვთქვათ, შუალედური თუ საბოლოო პასუხი. აქედან გამომდინარე, პროვაიდერებს აქვთ ვალდებულება ჰქონდეთ ესეთი პროცედურა, ადეკვატური მექანიზმი და ამასთანავე ხაზგასასმელია, რომ ეს პროცედურა იყოს უსასყიდლო. და პროვაიდერებს ამავდროულად აქვთ ვალდებულება მიუთითონ კომისიის მიერ დავის განხილვის უფლებამოსილებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელმა შესაძლოა კომისიის შესახებ არ იცოდეს და არ ჩათვალოს, რომ ასე ვთქვათ, ბანკის პასუხი არის ან ბოლო ინსტანცია, ან ბანკის პასუხის გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში, ამისთვის კანონმდებლობამ განსაზღვრა პროვაიდერის ვალდებულება, რომ მომხმარებელს მიუთითოს ჩარჩოხელ შეკულებაში, საიტზე განათავსოს შესაბამისი ფორმით და გადაწყვეტილების გაგზავნისას, უშუალოდ გადაწყვეტილებაშივე მიუთითოს, რომ მომხმარებელს აქვს უფლებამოსილება თუ ბანკის ან შესაბამისად პროვაიდერის პასუხი მიუღებელია, მას არ აკმაყოფილებს მიმართოს კომისიას. და ამ შემთხვევაში საჩივრის სფერო, როგორც თავში განსაზღვრეთ, არის საგადახდო მომსახურებების სფერო. ეს საჩივრები არ ეხებოდეს იქნება, კომისია არ იქნება ექვემდებარე, მაგალითად, სესხის პროცენტთან დაკავშირებულ საჩივრებზე. ვინაიდან სესხი როგორც მომსახურება, სასესხო მომსახურება არ წარმოადგენს საგადახდო მომსახურებას. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლოა ჩართული იყოს გარკვეულწილად უკავშირდებოდეს დავას, რაღაც სესხად აღებული თანხის გადარიცხვაზე იყოს საუბარი, თუ კი მომხმარებელი ამ სესხს არ ეთანხმება და არც გადარიცხვას ეთანხმება, მაგალითისთვის შესაძლებელია ასეთი შემთხვევაც დაფიქსირდეს თაღლითური ქმედება. რაც შეეხება საჩივრის ფორმას, კანონმდებლობა განსაზღვრავს გარკვეულ მარტივ ფორმას, რომელიც მომხმარებელმა უნდა შეავსოს, შესაძლოა მომხმარებელს ყავდეს წარმომადგენელი, თუ მას უფრო მეტად გაუმარტივდება, თუმცა იმდენად ცალსახა ფორმა არის, მაქსიმალურად კანონმდებლობამ გაამარტივა, რათა მომხმარებელმა თვითონ დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლოს ადვოკატის ან ნებისმიერი წარმომადგენლის გარეშე შეძლოს მისი შევსება და კომისიაში წარდგენა. რაც შეეხება უშუალოდ პროვაიდერთან საჩივრის დაფიქსირებას, ეს შესაძლებელია იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით, როგორც მომხმარებლისთვის იქნება მოქნილი, ან შესაძლებელია სხვა ნებისმიერი ხანგრძლივი მატარებელი წარადგინოს. აქ შეიძლება იყოს USB flash მეხსიერება, CD დისკი, რა თქმა უნდა, დაწერილს ალბათ CD დისკის საშუალებით არ წარადგენს, მაგრამ შესაძლოა გარკვეული დოკუმენტაცია ბანკისთვის წარსადგენი ჩაწეროს CD დისკზე, აბსოლუტურად მოქნილია მომხმარებელი. და რაც შეეხება ბანკის მხრიდან დადასტურებას და საჩივრის მიღებას, ბანკი ვალდებულია და სხვა ნებისმიერი პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს დაუდასტუროს საჩივრის მიღება წერილობით. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც მომხმარებელი ზეპირად წარადგენს საჩივარს, ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, კოლ-ცენტრის საშუალებით, ბანკმა უნდა შესთავაზოს, ასე ვთქვათ, გააფრთხილოს წინასწარ, რომ აუცილებელია საუბრის ჩაწერა, იქიდან გამომდინარე, რომ დაფიქსირდეს და შემდგომ გამოყენებადი იყოს უშუალოდ პრეტენზიის შინაარსი, ან თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება საჩივრის ჩაწერას, სატელეფონო ჩაწერას, მომხმარებელს მიეთითოს უშუალოდ ფილიალისთვის მიმართვაზე, ან პოსტის, ან ფიზიკური პოსტის, ან ელექტრონული პოსტის საშუალებით საჩივრის გაგზავნაზე, ბანკისთვის გაგზავნაზე. როგორც უკვე აღნიშნეთ, ბანკი ვალდებულია თავის გადაწყვეტილებაში ბანკმა მიუთითოს კომისიაში გასაჩივრების შესახებ. და გასაჩივრება შესაძლებელია ბანკისთვის მიმართვიდან 6 თვის განმავლობაში. ამას კიდევ ერთხელ ვახსენებთ, შემდგომში უშუალოდ კომისიის ნაწილზე გადასვლისას და საჩივრის მიღების დღე
აღიქმება, ასე ვთქვათ, კანონმდებლობით განსაზღვრული არის ის დღე, როდესაც პროვაიდერმა მიიღო საჩივარი მომხმარებლისგან ის შესაბამისი სამუშაო დღე. თუ მაგალითად საჩივარი წარდგენილია არასამუშაო დღეს, ის ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად. უფრო მეტი ყურადღება რომ გავამახვილოთ ჩვენი მაყურებლისთვის, ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ დღიდან აითვლება 6 თვიანი ვადა, როდესაც კომისია შეუძლია მომხმარებელმა მიმართოს. შესაბამისად, პროვაიდერისთვის მიმართვიდან პროვაიდერს აქვს გარკვეული ვადები და ამ პასუხიდან პრინციპში რჩება მომხმარებელს შესაძლოა დაახლოებით 5 თვე იმისთვის, რომ პროვაიდერს მიმართოს. კომისიას მიმართოს. რაც შეეხება პროვაიდერის მიერ განხილვის ვადებს, ეს არის საჩივრის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღე. თუმცა შეიძლება საკითხი იყოს იმდენად კომპლექსური, სხვადასხვა მხარეების ჩართულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტაციის მოკვლევა, თუ გადახდა ეხება მაგალითად საერთაშორისო ტრანზაქციებს, საერთაშორისო მაგალითად Amazon-დან გარკვეული ლიფტის გამოწერას, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რა ეს Amazon-ი იქნება თუ ასე შემდგომ, თუ კი გადახდა არის ტრანსსაზღვრო, შესაძლოა სხვა მხარეების ჩართულობა გახდეს და მათგან ინფორმაციის მიღება, ამიტომ პროვაიდერი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს ვადა 20 სამუშაო დღით და აქედან გამომდინარე არ უნდა აღემატებოდეს 35 სამუშაო დღეს. თუმცა იმისთვის რომ მომხმარებელი გაცნობიერებული იყოს პროცესის მიმდინარეობაში, პროვაიდერმა მას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ვერ ხერხდება 15 დღეში პასუხის დაბრუნება და ხანგრძლივდება 20 სამუშაო დღით, შესაბამისი მოლოდინი შეექმნება მომხმარებელსაც. და ისევ კიდევ ერთხელ პროვაიდერი, როდესაც მომხმარებელს დაუბრუნებს პასუხს 35 სამუშაო დღეში არაუმეტეს პასუხში მითითებული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ანაზღაურების, ნაწილობრივი ანაზღაურების, ან ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომ მომხმარებელს უფლება აქვს პროვაიდერისთვის მიმართვის დღიდან, აი დღესთან დაკავშირებით, რომელზეც ვისაუბრეთ, 6 თვის განმავლობაში მიმართოს კომისიას. თუ კი 6 თვის ვადას მომხმარებელი არ დაიცავს, კომისია აღარ იქნება უფლებამოსილი მისი დავა საჩივარი მიიღოს წარმოებაში. და პროვაიდერი ასევე უთითებს, რომ მექანიზმი არის უსასყიდლოდ, ისე მომხმარებელს, რათა მომხმარებელს შეექმნა შესაბამისი მოლოდინი, რომ ეს არ იქნება ხარჯიანი და ასე შემდგომ პროცედურა და წინასწარი არ გადაწყვიტოს, რომ შეეგუოს იმ გადაწყვეტილებას, რაც პროვაიდერმა მიიღოს და შეუძლია ასე ვთქვათ, ხელი შეწყობილი იმისთვის, რომ მან გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა კომისიაში. რაც შეეხება უკვე ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განხილულ კომისიას, გადავედით იმ ძირითად საკითხზე, ეს არის ასე ვთქვათ, შემდეგი ჯაჭვი, გაგრძელება იმისა, თუ როგორ იცავს მომხმარებელი თავის უფლებას. აქ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მომხმარებელს ჰქონდა პრეტენზია მიმართა თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, პროვაიდერმა განიხილა საკითხი, დააკმაყოფილა, არ დააკმაყოფილა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თეორიულად შეიძლება პასუხიც არ გასცა, თუმცა გავალდებულია, რომ პასუხი გასცეს. რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში მომხმარებელმა უკვე გადაინაცვლოს მომხმარებელი კომისიაში. აქვე პრონათელი რომ იყოს მომხმარებელი არ არის არანაირად ვალდებული მიმართოს დავების განხილულ კომისიას, უკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩვეულებრივ აქვს უფლებამოსილება მიმართოს სასამართლოს და უკვე სასამართლოში გაასაჩივროს ბანკის გადაწყვეტილება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დავების განხილული კომისია არის უსასყიდლო, განსაზღვრული არ არის არანაირი ბაჟი, არც ერთი მომხმარებლის მიმართ არც ერთი ტიპის გადაწყვეტილების შემთხვევაში, თუნდაც ასე ვთქვათ, მისი გამარჯვებით ან პირიქით დასრულდეს, მას არ უწევს ბაჟის ან რაიმე თანხის გადახდა, ვადები არის გაცილებით შემჭიდროებული და კომისია დაკომპლექტებული არის საგადახდო სფეროს პროფესიონალი წევრებით, რომლებსაც ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, შესაბამისი ტექნიკური და საკანონმდებლო ცოდნა, რომლებიც პირდაპირ უშუალოდ ორიენტირდებიან ამ ტიპის საქმეებზე და აქვთ სიღრმისეული ინფორმაცია, ვისგან რა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, რათა დეტალებში მოხდეს საკითხის მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ისევ ამ დეტალებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის საფუძველზე. ზოგადად, დასაწყისშიც ვახსენეთ, კომისიის მიზანი არის საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის დავის განხილვა.
დავა განიხილება უსასყიდლოდ კოლეგიური წესით. ვინაიდან ასე ვთქვათ, კომისია არის კოლეგიური ორგანო, მისი შემადგენლობა შემდეგია, შედგება 5 წევრისგან, რომელიც ისევ კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ არაუმეტეს 2 წევრი შესაძლებელია იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ხოლო არანაკლებ 3 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, თუმცა რა თქმა უნდა, კანონი ისე და ისე განსაზღვრავს ვალდებულებას, კრიტერიუმებს, თუ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები არის განსაზღვრული კომისიის წევრების მიმართ. და კომისია განიხილავს ისევ საგადახდო სფეროსთან დაკავშირებულ დავებს. ყურადღებას გავამახვილებ იმ ასპექტზე, რომ მთლიანი ხაზი მიუყვება საგადახდო მომსახურებას. საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს მომხმარებელმა საჩივარი თავის მომსახურე ბანკში, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა თუ საჩივარი ეხება მაგალითად ცესხევს პროცენტს ბანკშივე დააფიქსირებს საჩივარს, უბრალოდ ეს არ არის ის ქვემდებარე საკითხი, რასაც კომისია განიხილავს. ანუ საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დავა მიდის ბანკში, თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა, ისევ იგივე საკითხი არის მოდის კომისიაში, თუ კომისიის გადაწყვეტილება რომელიმე მხარისთვის მისაღები არ იქნა, ესეც რა თქმა უნდა საჩივრდება სასამართლოში. შესაბამისად, კომისია განიხილავს შემდეგი საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, ესენია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონი, ეს ვთქვათ, ერთობლიობაში ჯაჭვი არის შექმნილი, რათა სფერო შემოსაზღვრული ყოფილიყო და იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც ამ კანონების საფუძველზეა მიღებული. ესე იგი, უფრო მარტივად რო ვთქვათ, სამართლებრივი ნაწილი მეტად გასაგები რომ იყოს, საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ განსაზღვრავს სფეროს, საგადახდო სისტემისა და მომსახურების შესახებ კანონი, ასე ვთქვათ, მიუყვება ამ ხაზს და ამ კანონების ჩაშლა სხვადასხვა ტექნიკურ და დეტალურ ასპექტებში არის უშუალოდ წესები, დებულებები და ასე შემდგომ, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ ასპექტებს. შესაბამისად, კომისიაც ვალდებულია და მისი მანდატია განიხილოს არა მხოლოდ ორგანული კანონიდან და ჩვეულებრივი კანონიდან გამომდინარე უფლებები, არამედ მას უწევს პროვაიდერის და მომხმარებლის ქმედების შესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან. მაგალითად, დაიცვა თუ არა მომხმარებელმა გარკვეული მოთხოვნა, დაიცვა თუ არა მან თავისი სენსიტიური მონაცემი ხომ არ მოხდა ბანკის მხარეს გარკვეული დარღვევა, შესაძლოა ზოგადად დარღვევა არ მოხდა, მაგრამ კონკრეტულ გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზი იყო. აი ამ საკითხები, სწორედ ამ საკითხების შეფასებას ახდენს კომისია და აქედან გამომდინარე ღებულობს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება როგორი ოპერაციები შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში. პირველ რიგში ყველაზე მეტად გავრცელებული შეიძლება ასე ვთქვათ, ეს არის არაავტორიზებული ოპერაციები, ეს არის დაუთანხმებელი გადახდის ოპერაციები, ესე იგი ისეთი გადახდები, გადარიცხვები, თანხის განაღდება, მაგალითად ქუჩაში განთავსებული თვითმომსახურების ტერმინალები, კიოსკები, მისი საშუალებით ანგარიზე თანხის შევსებასთან დაკავშირებით თუ თანხა არ ჩაერიცხა, მაგალითად ბანკომატმა შესაბამისი თანხა არ გასცა, მეგობარს გადაურიცხეთ თანხა, თუმცა მთლიანი თანხა არ დაუჯდა მომხმარებელს ან დაუჯდა გარკვეული რამდენიმე დღის შემდგომ, თუმცა ბანკს იმავე დღეს უნდა აესახა ეს თანხა ანგარიშზე. სხვადასხვა მომსახურებებს ეხება, ეს არის არაავტორიზებული დაუთანხმებელი, ამაში გადის ეგრეთ წოდებული თაღლითობა, თუ მომხმარებლის ნების გარეშე მან არ იცოდა, ვერ გაიგო, მოატყუეს გარკვეულ ლინკზე, ბუნულზე შეიყვანა ინფორმაცია და მისი საბარათი მონაცემები სხვისთვის გახდა ცნობილი და თანხები გადავიდა სხვასთან, მაგალითად არასწორად ან დაგვიანებით მოხდა გადახდის ოპერაციის შესრულება, თუ კი დღეს ან ხვალ უნდა აღმოჩენილიყო მიმღების ანგარიზე თანხა და გავიდა ერთი კვირა და მიმღების ანგარიშზეც არ არის თანხა, შეუძლია მომხმარებელს ასეთი საჩივრებიც, დავებიც გაასაჩივროს კომისიაში, ჯერ თავის პროვაიდერთან, თუ არ დაკმაყოფილდა საჩივარი, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უკვე გადაინაცვლოს კომისიაში. ასევე თანხის განახდება, ანგარიშზე შეტანა და ასე შემდეგ. ნებისმიერი მომსახურება ძალიან რთულია
ამომწურავი სიის და ჩამონათვალის გაზიარება იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკურ დონეზე ძალიან კომპლექსურია და სხვადასხვა პირების ჩართულობით თან დროთა განმავლობაში ინოვაციების კვალდაკვალ ვითარდება მომსახურებები და სხვადასხვა სახეს იღებს. ამიტომ წინასწარ ვთქმა რაღაცა დასახელება მომსახურების შესაძლოა შემსხვედელი აღმოჩნდეს. და გადახდების შესაძლოა განხორციელებული ყოფილიყო, როგორც ვახსენეთ, ბანკომატით, კიოსკით, ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკით შესაძლოა ჩვენს მობაილ ბანკზე ვიღაცამ ჩვენი ნებართვის გარეშე იქონია წვდომა, მაგალითად ბანკის გამოგზავნილი ერთჯერადი კოდი წაიკითხა და დაადასტურა გარკვეული გადახდა, შესაბამისად ბარათით გადახდებს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ, ანუ ონლაინ ტერმინალებზე. ეს არის ელკომერცია, როდესაც გამოვიწერეთ NIFT-ი, ხდება ასე ვთქვათ ელექტრონული კომერციის ტრანზაქცია. Google Pay, Apple Pay და სხვა გადახდებს ეხება მოკლედ საქმიანობის სფერო და ეს მაგალითები წარმოჩენილი იყო იმისთვის, რომ მომხმარებელმა უკეთესად აღიქვას, რამდენად ექცევა მისი პრეტენზია კომისიის საქმიანობის სფეროში, თუმცა თუ გარკვეული ბუნდოვანება არსებობს და მომხმარებელს აქვს შეკითხვა, შეუძლიათ ნებისმიერ დროს სამუშაო დროებში და სამუშაო დღეებში მიმართონ დავების განხილულ კომისიას იმეილით ან ტელეფონის საშუალებით, ან ასევე ფიზიკურად ოფისში. რაც შეეხება არაქვემდებარე საკითხებს, რამდენიმეჯერ ვახსენეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ცალკე არის ჩამოთვლილი, თუ რა შემთხვევებს არ ეხებათ, მომხმარებლებს ზოგ შემთხვევაში აქვთ აღქმა, რომ თუ კი ეროვნულ ბანკთან არსებული არის კომისია, მას აქვს ყველა მთლიან ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უფლებამოსილება. თუმცა, როგორც ვახსენეთ, ეს არის მხოლოდ გადახდებთან დაკავშირებული, შესაბამისად, სესხის პროცენტი, ვადიანობა, რესტრუქტურიზება, მაგალითად, COVID პანდემიის დროს რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული საჩივრები, ანაბარი პროცენტის დარიცხვა, ასეთი საკითხები კომისიის კომპეტენციაში არ ექცევა. არ ექცევა ამასთან საკრედიტო ხასთან დაკავშირებული ჯარიმები, საკომისიოები, პირგასამტეხლოები, ამასთანავე ნაღდი თანხით შეძინა, თუ კი მომხმარებელმა მაგალითად სურსათი შეიძინა ნაღდი თანხით არ გამოუყენებია ბარათი ან გადახდის სხვა საშუალება, ასეთ შემთხვევაში უშუალოდ გადახდასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ იქნება კომისიის ქვემდებარე. ონლაინ შეძენილი NIFT-ები, მათი ფიზიკური ან ქონებრივი ნაკლი არ არის კომისიის ქვემდებარე, თუ მაგალითად ფიზიკურად დაზიანებულია გამოწერილი NIFT-ი, უკვე კონკურენციისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ქვემდებარე საკითხია და ამ ორგანოში შეუძლია მომხმარებელს მიმართოს უშუალოდ თანხის დაბრუნების, NIFT-ის გამოსწორების ან ასე შემდგომ მოთხოვნით. ასევე შეძენილი NIFT-ის მიწოდების დაგვიანებასთან ან მიუწოდებელობასთან დაკავშირებით და ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება მომხმარებელი მერჩანტის, ეგრეთ წოდებული მერჩანტის, საოჯრო მომსახურების ობიექტის კომუნიკაციით იყოს უკმაყოფილო, გარკვეული ინფორმაცია ვერ მიიღო პროდუქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს კომისიის კომპეტენციის სფეროში აღარ ექცევა. რაც შეეხება თუ კი რაიმე კითხვა ფიქსირდება, ან შეგვიძლია ბოლოსთვის შემოვინახოთ, ან შემოწყვეტინო. შეგიძლიათ რომ დაასრულოთ პრეზენტაცია და შემდგომ დავსვათ კითხვებს. კი ბატონო. საჩივრის ფორმალურ მატერიალური დასაშვებობა, როგორც ვახსენეთ, გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, მოთხოვნები, რაც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში, უნდა შეავსოს საკმაოდ მარტივი ფორმა, საჩივრის ფორმა, სადაც მიუთითებს საკუთარ ვინაობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, ვის რომელი საგადახდო მომსახურების მიმართ აქვს პრეტენზია, რა შემდგომარეობს პრეტენზია, რა მოხდა და რა თანხას უკავშირდება საჩივარი, თუ კი თანხას უკავშირდება, რა თქმა უნდა. შესაბამისად, მომხმარებელი კომისიაში მიდის, ასე ვთქვათ, შევსებული საჩივრით, რაც შეეხება საჩივრის შევსება შესაძლებელია ორგვარად და მისი წარდგენაც შესაძლებელია ორგვარად, ეს არის ელექტრონული და ფიზიკური ფორმით. ფიზიკური ფორმით შევსების შემთხვევაში საჩივრის ფორმა განთავსებულია როგორც მაცნეზია,
ასევე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დავის განხილველი კომისიის განყოფილებაში ჩამოტვირთვით და ამობისთვის შემდგომ როგორც ფიზიკური კალმით შევსებით, ასე ვთქვათ, ელექტრონულად შევსებაც მისაღებია და შემდგომ ამობეჭდვა და ამის მოტანა კომისიაში უშუალოდ ფიზიკურად გამოგზავნა ფიზიკური პოსტის საშუალებიდან შესაძლებელია დასკანერებული ვერსიის კომისიის იმეილზე გამოგზავნა, თავარია შესაბამისი დოკუმენტაცია თანდართული იყოს. შესაძლებელია ხელმოწერას რაც შეეხება მომხმარებლისთვის აღქმადი რომ იყოს, როგორც ფიზიკური სველი ხელმოწერა, ასე ვთქვათ, კალმით ხელმოწერა და სკანერება გამოგზავნა, შესაძლებელია ელექტრონული კვალიფიციური ხელმოწერით დადასტურება და შესაბამისი დოკუმენტაციის ელექტრონულადვე გადმოგზავნა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი არ არის ვალდებული, თუ კი მიცდიათ ის ადგილსამყოფელი არ არის თბილისი, ჩამოვიდეს თბილისში, გაიღოს დამატებითი ხარჯები, მით უმეტეს თუ კი მას გარკვეული თანხებით ჩამოიჭრა და ისედაც ზიანი მიადგა, აღარ სჭირდება დამატებითი ხარჯის გაწევა, შეუძლია გამოაგზავნოს ელექტრონულად, კომუნიკაცია გაგრძელდება ელექტრონულადვე, რაც გულისხმობს კომისიის მიერ ინფორმაციის მიწოდებას და რეგისტრირების ნომრის მინიჭება, ასე შემდგომ ბანკის პოზიციის მომხმარებლისთვის გაზიარების ჩათვლით და ასე შემდგომ, მათ შორის საბოლოო გადაწყვეტილებაც მომხმარებელს გაეგზავნება იმეილის საშუალებით. ამიტომ აქედან გამომდინარე, მათ აქვთ მაქსიმალური მოქნილობა, რათა და ასე ვთქვათ, ხელშეწყობა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, კანონმდებლობამ წააგეზა მომხმარებელი, რომ უფრო მეტად დაიცვას თავიანთი უფლებები და მეტად ჩაერთონ ელექტრონული გადახდების სივრცეში. რაც შეეხება დავის საგნის ღირებულებას, ეს არის 50,000 ლარი, კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ან 50,000 ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში. ეს გულისხმობს, რომ თუ კი მომხმარებლის დავის საგნის ღირებულება არის ამ თანხაზე მაღალი, კომისია მას არ მიიღებს წარმოებაში, მაგალითად არ ეხება 100,000 ლარს, არავტორიზებული ტრანზაქცია უნებართვა მაგალითად, კომისია აღარ მიიღებს წარმოებაში, ან შესაძლებელია მეორე ალტერნატივა, თუ კი მომხმარებელი თვითონვე გადაწყვეტს, რომ დავის საგნის ღირებულება შეამციროს 50,000 ლარამდე და წარმოადგინოს შესაბამისად კომისიაში, კომისია თუ სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებულია, წარმოებაში მიიღებს დავას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მაგალითად დავის საგანი არის 51,000 ლარი, არ არის მომხმარებლისთვის შემსხუთველი, შეუძლია შეამციროს 50,000-მდე და მიმართოს კომისიას. როგორც ვახსენეთ, რამდენჯერმე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტელეფონით კომუნიკაციისას ან ფიზიკური კომუნიკაციისას მომხმარებელს მაქსიმალურად ვუმახვილებთ ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაუშვას 6-თვიანი ვადა. როდესაც პროვაიდერს მიმართა, იქიდან აქვს 6 თვე, რათა მოვიდეს კომისიაში, შესაბამისად პროვაიდერი 14 დღეში ან 35 დღეში დაუბრუნებს მომხმარებელს პასუხს და აქედან რჩება უკვე დაახლოებით 5 თვის ფარგლებში პერიოდი, რათა კომისიას მიმართოს. და კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა კრიტერიუმებსაც, მაგალითად, რაც შეეხება დოკუმენტაციას, ეს უნდა იყოს დართული პირადობის მოწმობა, რათა მომხმარებლის იდენტიფიკაცია მოხდეს, თუ მომხმარებელი სარგებლობს წარმომადგენლობით, მას ყავს ადვოკატი ან სხვა ნებისმიერი პირი არის მისი წარმომადგენელი, მათ შორის არასრულწლოვანი მომხმარებლის შემთხვევაში იქნება მისი მშობელი ან სხვა შესაბამისი პირი, მისი პირადობის მოწმობაც იყოს წარმოდგენილი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რათა კომისია დარწმუნდეს იმაში, რომ ეს არის უფლებამოსილი პირი და სწორ ადამიანთან ხდება კომუნიკაცია და სენსიტიური ინფორმაციის გაზიარება, იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლის ინფორმირებისთვის მას მიწოდება გარკვეული მასალები, ამიტომ ეს არ აღმოჩნდეს, მით უმეტეს მომხმარებლის მასალები არ აღმოჩნდეს სხვა არაუფლებამოსილი პირის ხელში. რაც შეეხება დავების გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, როგორც ვახსენეთ, არის კოლეგიური ორგანო, შესაბამისად კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, როდესაც სხდომას ესწრება არანაკლებ 3 წევრი, სულ არის 5 წევრი, თუ კი კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მას რა თქმა უნდა შეუძლია თავისი განსხვავებული მოსაზრება დააფიქსიროს. პატარა პარალელი რო გავავლოთ, ეს არის სასამართლოს გარკვეულწილად მიმსგავსებული ვერსია, რომელიც მორგებულია უშუალოდ საგადახდო მომსახურებაზე, შემჭიდროვებული ვადებითა და უსასყიდლობის პრინციპით. და
ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს. რას ტიპის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კომისიამ? უკვე ეს არის ის ეტაპი, როდესაც მომხმარებელმა საჩივარი წარადგინა კომისიაში, კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა შესაბამისი პროვაიდერისგან, მაგალითად ბანკისგან, ეს ინფორმაცია გაზიარდა მომხმარებელთან, რათა ინფორმირებული იყოს ბანკის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების და დოკუმენტაციის შესახებ. შესაძლებელია დავის განხილვის განმავლობაში კომისიას შესაძლებელია პრინციპში არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ არ ყოფილიყო კითხვები, კომისია მრავალჯერადად სვამს შეკითხვებს ბანკთან, პროვაიდერთან, რათა დადგინდეს, რასთან აქვს კომისიას საქმე, რა ტიპის თაღლითობა იყო, თუ თაღლითობასთან არის დაკავშირებული, როგორ მოხდა დაუშვათ გარკვეული მონაცემების გაცემა, მესამე პირმა როგორ გამოიყენა მომხმარებლის დაუშვათ დაუცველობა, ეგრეთ წოდებულად, რო ვთქვათ, მისი ნაკლები ინფორმირებულობა და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი არის საჭირო იმისთვის, რომ კომისიას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორც ტექნიკურ ასე სამართლებრივ დონეზე, რათა შემდგომ ამ საქმეს მიუსადეგოს საკანონმდებლო მოთხოვნები და დადგინდეს რომელი მხარის მიმართ მიერ იყო განხორციელებული დარღვევა, ქმედება, მოქმედება და ასე შემდგომ. შესაბამისად, კომისიის საჩივარი ამ მოკლების შემდგომ, კომისიის გადაწყვეტილება მოკლების შემდგომ შესაძლოა იყოს როგორც სრულად დაკმაყოფილების შესახებ, მომხმარებლის საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად, ნაწილობრივ, ან დაკმაყოფილებაზე მომხმარებელს ეთქვა უარი. შესაძლებელია ასევე დასრულდეს მორიგებით იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე შეჯერდება, რომ რაღაცა თავის მაგალითად თავიანთი მოთხოვნის და პოზიციის ნაწილს დათმობს ორივე მხარე და თანახმარიან, რომ დავა ბოლომდე არ მივიდეს, კომისიის გადაწყვეტილებას აღარ დაელოდონ და შეჯერდნენ გარკვეულ ორივესთვის მისაღებ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებას, მისი გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. კომისია არ არის ბოლო ინსტანცია და ასე ვთქვათ, ბოლო სიტყვა ამ დავის პროცესში, თუ ბანკი ან მომხმარებელი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და უკვე სასამართლოში გაგრძელდეს დავა, რა თქმა უნდა, უკვე კომისიის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ექნება დავა შესაბამის მხარეს. რაც შეეხება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, ეს შესაძლოა კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამიჯვნის სხვადასხვა საფეხურს. საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში მოცემულია რა კრიტერიუმის ტექნიკური მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში და სხვადასხვა გარემოებებისას საით გადადის პასუხისმგებლობა, მაგალითად მომხმარებელი მოქმედებდა განზრახით, უხეში გაუფრთხილებლობით, თვითონ მომხმარებელი თაღლითობდა, თუ ბანკის მხარეს არის დარღვევა და ან მესამე მხარის მიერ თაღლითობას ჰქონდა ადგილი, ვიღაცა მომხმარებელი მოატყუა ფიშინგის საშუალებით, ისგან მიიღო ფინანსური ინფორმაცია და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, კომისია განიხილავს ტექნიკურ ნაწილებს, ასევე მომხმარებლის მხრიდან რა აღქმებს ჰქონდა ადგილი. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელი, ესე ვთქვათ, საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ტექნიკურ დეტალებში შეიძლება ნამდვილად ვერ ერკვევა და რთულია მომხმარებელს მოვთხოვოთ ზედმიწევნით იცოდეს ტექნიკური დეტალები, როგორ არის სერვისები მოწყობილი, ან ასე შემდგომ და როგორ არის თაღლითობის სქემები დახვეწილი. მას ვერ მოვთხოვთ, რომ იცოდეს ტექნიკური ასპექტები ზედმიწევნით, არ მოტყუდეს და ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში ის იყოს დამნაშავე. კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ თუ მომხმარებელს თუ უხეში გაუფრთხილებლობით არ მოქმედებს. მაგალითად, რაღაცა შეეშალა, ვერ განასხვავა გარკვეული ვებგვერდი სხვა ავტომატური ვებგვერდისგან ასე შემდგომ შესაძლებელია მისი პოზიციის გათვალისწინება, კანონმდებლობა ამას აბსოლუტურად ითვალისწინებს და ეს არ არის კომისიის დისკრეცია და შეფასების ასე ვთქვათ, შეფასების ნაწილი. ამიტომ ამ საკითხის მოკვლევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური ასპექტები, არამედ მომხმარებლის აღქმა, დამოკიდებულება, რამდენად შეეძლო საშუალოდ გაცნობიერებულ ადამიანს შეეძლო მიხვედრილიყო თაღლითობის სქემას, ემოქმედა შესაბამისად და ასე შემდგომ. დამატებითი საკითხები, რომლებსაც კანონმდებლობა მოიცავს, ეს არის საჩივრის ფორმა,
რას უნდა შეიცავდეს ეს საჩივრის ფორმა, მაგალითად, ჯამური გვერდების ფურცლების ოდენობის მითითება, თარიღი, ხელმოწერა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, წარსადგენი დოკუმენტაცია, წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კანონმდებლობა მოიცავს მხარეებთან კომუნიკაციას, რამდენ ხანში იგზავნება ბანკს მომხმარებლის საჩივარი, რამდენ ხანში უნდა მოხდეს მომხმარებელთან კომუნიკაცია, როდესაც კომისია ასე ვთქვათ, გაუგზავნის თავის გადაწყვეტილებას ბანკს საკითხის მოკვლევასთან დაკავშირებით, რამდენ ხანში უნდა დაბრუნდეს ეს პასუხი ბანკისგან. ეს არის იმისთვის განსაზღვრული კანონმდებლობის მიერ, რომ მომხმარებელს გარკვეულად მოლოდინის შექმნას დაახლოებით როდის შეიძლება მისი დავა გადაწყდეს და არ მოხდეს ისე, რომ ის ელოდება მუდმივად და უკვე აღარც აქვს мотиваცია, მით უმეტეს შესაძლოა დაბალი თანხიდან გამომდინარე იდავოს ან საერთოდ დავა წამოიწყოს. ამიტომ კომისიის პროცედურები მთლიანად მოქცეულია ვადებში და საკმაოდ მოკლე ვადები იმისთვის, რომ მხარეებთან მოხდეს კომუნიკაცია. და რაც შეეხება კომისიის მხარდაჭერას, კომისია თავის ფუნქციონირებაში, თავის საქმიანობაში არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, გადაწყვეტილებებს იღებს დამოუკიდებლად. მხარდაჭერის ნაწილს რაც შეეხება, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ფინანსური და ტექნიკური რესურსით ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს მის მხარდაჭერას, შესაბამისად აპარატი, ადამიანები, თანამშრომლები, რომლებიც სრულიად ჩართულები არიან მომხმარებლის კონსულტაციიდან დაწყებული, სატელეფონო ზარებზე პასუხი, მომხმარებლის დაკვალიანება, საჩივრის შევსება, თუ კი მომხმარებელი ფიზიკურად მოვა, ან შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით დაკვალიანება, საჩივრის მიღება, განხილვა და სხვა მხრივ შინაარსობრივი და ტექნიკური მხარდაჭერა კომისიის შესაბამისად ეს არის დიდი პროცესი, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგზე გავიდა 1 წლის საქმიანობის შემდგომ. ვიდრე გადავალთ პატარა რჩევებზე, მინდა აღნიშნო, რომ 2024 წლის განმავლობაში დავების განხილულ კომისიაში შემოვიდა 90 საჩივარი და წარმოებაში მიღებული საჩივრების 85% გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ. აქ შედის საჩივრები, რომლებიც სრულად დაკმაყოფილდა, საჩივრები, რომლებიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამასთანავე აქ შედის ის საჩივრები, ის დავები, რომლებსაც კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ დავის მიმდინარეობისას შესაბამისმა პროვაიდერმა გადაწყვიტა აენაზღაურებინა მომხმარებლისთვის მოთხოვნილი თანხა. აღსანიშნავია ისიც ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობის და შედარებით მაღალი კულტურის ნაწილია ის, რომ ბანკები ყველა შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებას არილიან და თუ კი ნახავენ, რომ რაღაცა ტექნიკური დეტალები ერთად მოკვლევისას აღმოჩნდება, რომ მათი გარკვეული ხარვეზიდან იყო გამოწვეული, შეიძლება მათი ხარვეზიდან გამოწვეული არ იყო და უმეტეს შემთხვევაში ეს ეხება გარე პირის, მაგალითად სხვა პირის თაღლითობას, ისეთ ქმედებებს, რომელიც მომხმარებელს შეიძლება ვერ გაითვალისწინებინა და კანონმდებლობა სამ სტანდარტს მოიცავს. ბანკები ანაზღაურებენ უკვე წინასწარვე აღარ ელოდებიან კომისიის გადაწყვეტილებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ამის თქმაც, რაც შეეხება როგორ დავიცვათ თავი და მნიშვნელოვანი გამორჩა 2024 წლის დავების ჭრილში, უკვე ამოწურული დავების ჭრილში მომხმარებლებს დაუბრუნდათ 300,000 ლარზე მეტი თანხა, 305,000 ლარი თუ არ ვცდები. შესაბამისად საკმაოდ მოცულობითი საქმიანობა იქნა გაწეული და მომხმარებლისთვის დიდი დახმარება მათი უფლებების დაცვისთვის. რაც შეეხება როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითობისგან, მომავალ რამდენიმე სლაიდზე მოცემულია კომისიის გადმოსახედიდან კომისიის მოკვლევის ფარგლებში რა თაღლითური სქემები, სცენარები იყო დაფიქსირებული მომხმარებელი, რა ასპექტში ტყუდება, როგორი სქემები ხორციელდება როგორც საქართველოში, ან საქართველოს გარეთ. სწორედ ეს არის მოცემული და რა არ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა. ეს არის და რა არ გააკეთოს და რა გააკეთოს. ყურადღება მიაქციოს მომხმარებელმა აუცილებლად ბანკის მიერ გამოგზავნილ SMS-ში, სადაც მოცემული ერთჯერადი კოდი, რისთვის არის ეს ერთჯერადი კოდი გამოგზავნილი, რომელი მაღაზიისთვის გადახდას უკავშირდება, ან ვისთან გადარიცხვას უკავშირდება, რა თანხაზე და ასე შემდგომ. თუ კი
მოხმარებელი მიიღებს უცნობ SMS უცხო პირისაგან, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინ არის გამომგზავნი, აქვს თუ არა SMS გამომგზავნს დასახელება და არის თუ არა ეს ავთენტური კომპანია. აუცილებლად ყურადღება არის გასამახვილებელი SMS-ის შინაარსზე, უკვე SMS-ი შეიძლება არა მხოლოდ SMS-ი იყოს, არამედ ფიქსირდება WhatsApp-ის, Telegram-ის, Instagram-ის საშუალებით გაგზავნილი შემოთავაზებები, მაგალითად გარკვეულ ინვესტირებასთან, რომელიც არაადეკვატურად მაღალი მოგების დაპირებით იზიდავს მომხმარებელს და შემდგომ შესაძლოა მომხმარებლისგან ფინანსური ინფორმაციის გაზიარებას მოიცავდეს, რაც უკვე უკავშირდება თანხების არაავტორიზებულად განკარგვას. ამის შესაძლებლობა ეძლევათ თაღლითებს. აუცილებლად გადავამოწმოთ რეკლამის შინაარსი, მისი განმათავსებელი შინაარსი, შესაძლოა გარკვეული რეკლამა Facebook-ზე ან ასე შემდგომ განთავსებული იყოს თითქოს ავთენტური კომპანიის სახელით, მაგალითად, რაღაცა X კომპანია მომხმარებელს თავაზობს გარკვეულ აქციას ან რაღაცა კრიპტო აქტივთან დაკავშირებულ ვაჭრობას და ასე შემდგომ, აუცილებელია მომხმარებელმა ასეთი ინფორმაცია გადაამოწმოს უშუალოდ შესაბამისი კომპანიის ვებგვერდზე ან კომპანიასთან, რათა მომხმარებლის მესამე პირთან დაკავშირება არ მოხდეს მისი შეცდომისში შეყვანის გზით. ბმულზე გადასვლამდე აუცილებლად ჩავმოწმოთ ბმულის სიმბოლოები, შესაძლოა SMS-ში ან სხვა შეტყობინებაში მითითებული იყოს სანდო კომპანია, მაგრამ ბმული უკვე იყოს დაუშვათ არასწორი ასოებით შედგენილი სიმბოლოები, საერთოდ ამ წაკითხვადი არ იყოს, უბრალოდ შინაარსს არ ქმნიდეს, არ იყოს ორგანიზაციის დასახელება მასში, რაც შესაძლოა გარკვეულწილად ეჭვის გამჩენი იყოს, შესაძლოა არასწორად ხარვზით იყოს დაწერილი დომეინი, არ იყოს წერტილი GE, თუმცა შესაძლებელია აბსოლუტურად ქვეყნის დომეინი იყოს და იყოს სანდო, მაგრამ გარკვეულწილად საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ შესაძლოა რაღაც სხვა ქვეყნებში მდებარეობს რაღაცა თაღლითური სქემა და იმ ქვეყნის დომეინით იქნება გარკვეული ბმულები. ამიტომ მომხმარებელმა ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს. ბმულზე გადასვლის შემდგომ გასათვალისწინებელია ვებგვერდის ვიზუალური და ფუნქციური ნაწილი, შესაძლოა ვიზუალურად არ გამოიყურებოდეს ისეთივე დაახლოებით ხარისხიანად, ისეთივენაირად ზედმიწევნით იმგვარად, როგორც ავთენტური ვებგვერდი გამოიყურება, ან მაგალითად მოცემული იყოს ეგრეთ წოდებული თაბები, ქვედირექტორიები ან ქვებმულები, მაგრამ მასზე დაჭერისას, დაწყაბუნებისას აღარ გადადიოდეს, იმიტომ რომ ეს იყოს სურათი, სკრინშოტი დართული იმიტაციისთვის, მხოლოდ იმიტაციისთვის. შესაბამისად, ეს არის მინი ინდიკატორები, მათი ერთობლივობა მომხმარებლებს დაარწმუნებს, იმყოფება თუ არა სანდო ვებგვერდზე და შესაძლებელია თუ არა, დაუშვათ ბარათის მონაცემის მითითება და ასე შემდგომ. ყოველგვარი ეჭვის შემთხვევაში მომხმარებელი, ეს რეკომენდირებულია მომხმარებელმა მიმართოს ბანკს დაზუსტებისთვის ან შესაბამის კომპანიას. აუცილებლად მივაქციოთ SMS-ებს ყურადღება, კომპიუტერზე წვდომა ან მობილურზე წვდომა არ მივანიჭოთ სხვა პირს, მათ შორის არც არსებობს ასეთი პროგრამები, მაგალითად AnyDesk-ი, TeamViewer-ი, WhatsApp-ის საშუალებით არის შესაძლებელი სხვა პირს გავუზიაროთ ეკრანი და გარკვეულ შემთხვევაში შესაძლებელია სხვა პირმა ჩვენი მოწყობილობა მართოს ამ ეკრანით. ამ პროგრამული საშუალებით არ გავუზიაროთ უცხო პირებს, თუ კი გარკვეული დახმარების მიღება გვჭირდება მივმართოთ უშუალოდ ჩვენს ბანკს, ან შესაბამის სანდო კომპანიას ვის მოსახურებასთან დაკავშირებით არის საკითხი, თუ ვიღაცას წვდომა იქნა ჩვენს მოწყობილობაზე და შევამჩნიეთ, რომ ჩვენი ჩარევის გარეშე მართავს ჩვენს ტელეფონს და ვერ წყვეტ სესიას, შესაძლოა ინტერნეტის გათიშვა, ან ეგრეთ წოდებულად ფრენის რეჟიმში გადაყვანა, შესაძლებელია ასევე პაროლების აღდგენისთვის ბანკისთვის მიმართვა, გავუზიაროთ ბანკს რა თაღლითობის შემთხვევას ქონდა ადგილი და თუ კი მომხმარებელი მოტყუდა და სად რა ინფორმაცია შეიყვანა, ამის მიხედვით ბანკი უკვე მიიღებს შესაბამის ზომებს, ვიდრე არაავტორიზებული გადახდები განხორციელდება, ბარათი დაბლოკოს, ჩაანაცვლოს, შეიძლება შეზღუდოს მობაილ და ინტერნეტ ბანკი პაროლის ცვლებამდე და ასე შემდგომ. ეკრანზე მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელსაც ყველას არ ჩავივლი, შეუძლია მომხმარებელს ჩვენს მაყურებელს კითხვები დასვას ამასთან დაკავშირებით, რაც მთავარია ვიცოდეთ, რომ ინტერნეტ მობაილ ბანკის პაროლების username-ების მომხმარებლის სახელების გაზიარება საჭირო არ არის იმისთვის, რომ სხვა თანხა გადმოგვირიცხოს.
მადლობა ყურადღებისთვის. თუ კი რაიმე შეკითხვები არის, მზად ვარ გიპასუხოთ. ცოტა გამიგრძელდა პრეზენტაცია, იმედი მაქვს არ იყო მოსაწყენი და ინფორმაციით დადართული. არანაუდროულად ძალიან ინფორმატიული იყო და დავწმუნებული ვარ, რომ მაყურებელიც დამთანხმება. რამდენიმე კითხვა უკვე შემოსულია მაყურებლის მხრიდან, თუმცა მე თავადაც ჩაგეკითხებით, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ბანკს მიმართა მომხმარებელმა და ბანკი საჩივით თვალსაზრისით და ბანკი უგვიანებს პასუხს, მაშინ რა იქნება თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მომხმარებელი? კი ბატონო, თუ კი როგორც ახსენეთ, შესაძლებელია ბანკმა არ უპასუხოს მომხმარებელს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია კომისიაში წარმოადგინოს თავისი ბანკისთვის გაგზავნილი საჩივარი და დამადასტურებელი, რომ მან ბანკს უკვე მიმართა და ბანკისგან ვადის გასვლის შემდგომ პასუხი არ მიუღია. აქედან გამომდინარე კომისია გარემოებას მიიღებს მხედველობაში და კანონმდებლობაც ითვალისწინებს აღნიშნულ საკითხს. საჩივრის წარმოებაში მიღება მოხდება თუ კი სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებულია. ანუ თუ ბანკი მომხმარებელს არ პასუხობს, მომხმარებელს ყველა შემთხვევაში შეუძლია მიმართოს კომისიას, მოიტანოს თავისი ის საჩივარი, რაც ბანკში მიიტანა, განაცხადოს, რომ ბანკი ინფორმაციას არ უბრუნებს, ან მეორე ალტერნატივაც არსებობს, თუ კი დაუშვათ სატელეფონო ცენტრის საშუალებით მოხდა საჩივრის დაფიქსირება, მიმართოს ეროვნულ ბანკს, რომ და ეროვნული ბანკი როგორც ფინანსური სფეროს ზედამხედველი ჩაერთვება ამ საკითხში, რომ ბანკმა პასუხი დაუბრუნოს მომხმარებელს და უკვე პასუხით მომხმარებელს შეიძლება მოვიდეს კომისიაში. მადლობა. ასევე მომხმარებელი გვეკითხება, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, შეიძლება თუ არა შემდგომ დავების კომისია ჩაერთოს. თუ საქმე სასამართლომდე მივიდა. კი ბატონო, ისმის ჩემთან, ხო? დიახ, ისმის. კი ბატონო, თუ საქმე სასამართლომდე შეიძლება ორ შემთხვევაში მივიდეს, ეს არის თუ კი მომხმარებელმა ბანკის პასუხი გაასაჩივრა პირდაპირ სასამართლოში, ან კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. თუ კი მომხმარებელმა ბანკის გადაწყვეტილება პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივრა, ამ შემთხვევაში კომისია, როგორც ასე ვთქვათ, მხარე ვერანაირად ჩაერთვება წარმოებაში, თუმცა თუ კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, ან მომხმარებელმა გაასაჩივრა, ან ბანკმა გაასაჩივრა, რა თქმა უნდა, კომისიისაც მხარე გამოდის და ის მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას სასამართლოს. ამიტომ ეს ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავუნიშნოთ. კი ბატონო, მადლობა. და ასევე გვეკითხებიან კონკრეტულად რომ გითხრათ, რა პროცედურებს გადის დავების განხილველი კომისიაში წარდგენილი საჩივარი. მეტნაკლებად ეს საკითხი დავფარით, თუმცა თუ კიდევ გსურთ რომ რამე დავამტოთ. პრინციპში დავფარეთ, იმ ძალიან რამდენიმე წინადადებით ვიტყვი, რომ კომისია უზრუნველყოფს საჩივრის, ასე ვთქვათ, მომხმარებლის კონსულტაციიდან დაწყებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით ამ პროცესის წარმართვას. მომხმარებლის კონსულტირება აბსოლუტურად მზაობა არის ამში, რომ როგორც ტელეფონის, ასე ვთქვათ, ოფისში ვიზიტის შემთხვევაში, იმეილის საშუალებით მომხმარებელს გაეცეს კონსულტაცია, საჩივრის მიღება მოხდება როგორც ფიზიკურად, ელექტრონულად, მომხმარებელთან კომუნიკაცია შესაძლებელია როგორც თავად აირჩევს, როგორც ფიზიკური პოსტის, ასევე ელექტრონული პოსტის საშუალებით და ეგზავნება ინფორმაცია და საბოლოო გადაწყვეტილებაც ნებისმიერი კითხვის გამოთხოვა და დოკუმენტაციის გამოთხოვა მოხდება ამავე ფორმით და გადაწყვეტილებაც ამავე ფორმით. შესაბამისად, მნიშვნელოვანი მომხმარებელმა იცოდეს, რომ დაწყებიდან დასასრულამდე კომისია უზრუნველყოფს ამ პროცესს და არა სხვა რომელიმე ორგანო, ამიტომ ისიც დამაბნეველი არ იყოს და უშუალოდ ეროვნულ ბანკისთვის მიმართვა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ვერ მიჯნავს მიმართა ეროვნულ ბანკს უშუალოდ თუ დავების განხილველ კომისიას. ამიტომ თუ კომისიაში დაიწყო საქმის წარმოება, კომისია არის თავიდან ბოლომდე ქმედებარე ამ საკითხს. დავით, მადლობა. პრინციპში ეს იყო კითხვები, რაც მაყურებელმა დასვა. მე კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით დათმობილი დროისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამწურავი ინფორმაცია იქნა გაზიარებული მომხმარებლამდე. თუმცა თუ კიდევ არსებობს კითხვები კომისიის საქმიანობასთან მიმართებით, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ შეუძლიათ როგორც ფიზიკურად, ასევე ელექტრონულად მიმართონ კომისიას.
ასევე შეგახსენებთ, რომ ფინედუზე მიმდინარეობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კამპანია მომხმარებელთა უფლებების შესახებ და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. შესაბამისად, ჩემი რეკომენდაცია ისე იქნება, რომ თვალი ადევნოთ ფინედუს და გაიგოთ მეტი ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ. მე კი აქ დაგემშვიდობებით, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს სპიკერს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის. დიდი მადლობა ასევე თქვენ და მაყურებელს თქვენი დროისთვის და შეკითხვებისთვის. ნახვამდის.